ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე დანაშაულის აღიარებას დასთანხმდა. გიორგი ხაინდრავა ამას საპროცესო გარიგების სანაცვლოდ გააკეთებს. ეს ნიშნავს, რომ მისი ნაბიჯი ყოფილი ministris წინააღმდეგაა მიმართული და ჯუანშერ ბურჭულაძეს უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს. უცნობია ფიქრობს თუ არა ბურჭულაძე თავადაც აღიაროს დანაშაული და სასჯელი შეიმსუბუქოს. დღევანდელი სასამართლოს ხდომის გათვალისწინებით ის ამას არ აპირებს. დღეს პროცესზე თავდაცვის ყოფილი ministri ისევ ამტკიცებდა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და მოწმეებს თავად უსვამდა შეკითხვებს. ეთინა დებაიძე ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის დეტალებით. შედგება თუ არა საპროცესო გარიგება ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილესთან, გიორგი ხაინდრავასთან და რა პირობებით ეს ჯერჯერობით არ ვიცით. საქმის პროკურორმა დღევანდელი ხდომის დასრულების შემდეგ განგვიცხადა, რომ მოლაპარაკებები ამ მიმართულების ჯერჯერობით არ გამართულა, რადგან განაცხადი, რომელიც ბრალდებულმა საგამოძიებო უწყებაში შეიტანა, თარიღდება დღევანდელი დღით, ანუ დღეს მიმართა მან ოფიციალურად საგამოძიებო უწყებას. მომდევნო პერიოდში, უახლეს მომავალში უკვე უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები და ცნობილის გახდება, შედგება თუ არა ეს შეთანხმება და საბოლოო ჯამში პროკურატურა გააფორმებს თუ არა მასთან საპროცესო შეთანხმებას. ეს კი ყველა შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ ბრალდებულმა ხაინდრავამ უნდა აღიაროს დანაშაული. მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე არის ის პირი, რომლის ხელმოწერაც არის ყველა იმ სადავო შესყიდვასთან დაკავშირებით, რის გამოც მას და სხვა ბრალდებულებსაც მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. თუ კი აღიარებს დანაშაულს გიორგი ხაინდრავა, ეს დიდი ალბათობით ნიშნავს თავად ჯუანშერ ბურჭულაძის მხილებასაც. დღევანდელი ხდომის შემდეგ დავუსვით შეკითხვები ბურჭულაძის ადვოკატს, ხომ არ ფიქრობს საპროცესო შეთანხმებაზე თავად ყოფილი ministris, თუმცა ამ შეკითხვაზე საპასუხოდ მან განგვიცხადა, რომ ჯერჯერობით ეს გადაწყვეტილება ბრალდებულს მიღებული არ აქვს და რომ პროკურატურისთვის ჯუანშერ ბურჭულაძეს არ მიუმართავს. კიდევ ერთი დეტალი საზოგადოებისთვის არსებობს მოლოდინი, რომ უახლეს მომავალში საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით ოფიციალურად პროკურატურას მიმართავს ვლადიმერ ხუბუშაურიც, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ამ 4 ბრალდებულს შორის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთია, რომელსაც დანაშაული აღიარებული აქვს და ამ გარემოების გამო ის გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. არა, ვერანაირ პირობებზე ვერ შევთანხმდებოდით, იმიტომ რომ ახლა დაფიქსირდა განცხადება მხოლოდ. რა დროით თარიღდება? მისი მხრიდან დანაშაულის აღიარება რა გავლენას მოახდენს საქმეზე? გავლენებზე ხა ნამდვილად ვერ ვისაუბრებ. დღეის მდგომარეობით სხვა, ასე ვთქვათ, როგორც მოგახსენეთ, სხვა განცხადება არ ფიქსირდება. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, პროკურატურის გადაწყვეტილებაზეც ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ არ არის ამ ეტაპზე მიღებული. მისი მხრიდან დანაშაულის აღიარება ნიშნავს თუ არა სხვა ბრალდებულების მხილებას. თუმცა ეს უნდა მოხდეს სასამართლოს ხდომაზე. სასამართლოს ხდომაზე ჯერ მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა. ეს დანაშაულის აღიარება მისი მხრიდან უნდა მოხდეს სასამართლოს ხდომაზე, რაც არ დაფიქსირებულა. ჩვენ არ მიგვიმართავს საპროცესოზე, არც პროკურატურისგან ასეთ შემოთავაზება არ ყოფილა. აპირებთ მიმართვას, ფიქრობთ ამაზე? ჯერ არ მიგვიმართავს, არ ვფიქრობთ, არ ვიცი ხა სხვებმა რა მიმართეს, ვერ გეტყვით, არ ვიცი, მაგრამ მე რაც ვიცი, ხუდუშაურმა განაცხადა, რომ მიმართავს, ხა ეს ბუნებრივიც იყო, რომ მიმართავდა. სანამ საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი ამ საქმეზე, სასამართლო განხილვები გრძელდება. დღევანდელ ხდომაზე არც ერთ ბრალდებულს არ უსაუბრია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, მათ შორის არც ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელიც არათუ აღიარებს დანაშაულს ამ ეტაპზე. პირიქით დღევანდელ ხდომაზეც ის თავს იცავდა, იმართლებდა, ამბობდა, რომ უდანაშაულო არის და მას დანაშაული არ ჩაუდენია. მის პირადად უსვამდა შეკითხვებს მოწმეებს, რომელიც დღევანდელ ხდომაზე პროკურატურამ გამოიძახა. მოწმეებს შორის იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციის გამომძიებელი ალეკო არაბული, რომელიც ამ საქმის მთავარი გამომძიებელი იყო. სწორედ მან ჩაატარა მთელი რიგი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები და დღევანდელ ხდომაზე ის ამტკიცებდა, რომ 4 ბრალდებული, რომელიც განსასჯელის სკამზე ზის, არიან დამნაშავეები, მათ ზიანი მიაყენეს სახელმწიფოს, მათ შორის სადავო შესყიდვების გამო, მიკერძოებული დამოკიდებულების და პირადი ინტერესების გამო სახელმწიფომ რამდენიმე მილიონი იზარალა. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ საუბარი არის სამხედრო ჰოსპიტალისთვის სამედიცინო ტექნიკის შესყიდვაზე. არა კონკურენტ უნარიანი გარემო შექმნესო და რაში გამოიხატება ეს?
საქმეში წარმოდგენილია ბატონო ჯუანშერ არაერთი დოკუმენტი. თუ ფართო სურათს გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ არათუ არა კონკურენტ უნარიანი გარემო, მიკერძოებული გარემო შეიქმნა და კონკრეტულ კომპანიებთან მიკერძოებით გადახდილია იმაზე მეტი თანხა, ვიდრე უნდა გადახდილიყო, 7 მილიონით მეტი. ჯამში გადახდილი თანხა მოიცავს 19 მილიონს. შეზღუდვის მონტაჟის საგარანტიოსი. ექსპერტიზის პასუხი კი გვეუბნება, რომ თავდაცვას სამ ხელშეკრულებაში შეეძლო 12 მილიონის დახარჯვა. ჩემგან რატომაა დარღვევა? აბა ვისგან არის? უნდა გაგეკონტროლებინათ. თქვენ დაქვემდებარებაშია გენინსპექცია და შიდა აუდიტი. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს ედავებიან უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, ასევე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა თუ კი ის შეცვლის პოზიციას აღიარებს დანაშაულს, მისი მდგომარეობა შემსუბუქდება, ჯერჯერობით არ დასტურდება ინფორმაცია და მისი ადვოკატი არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, ფიქრობს თუ არა საპროცესო გარიგებაზე ყოფილი მინისტრი, თუმცა როგორც ოთახნის წინ უკვე გითხარით, მისმა მოადგილემ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ის როგორც ჩანს მზად არის აღიაროს დანაშაული, თუ კი გაფორმდება მასთან საპროცესო შეთანხმება, დანაშაული კი აღიარებული აქვს ვლადიმერ ხუდუშაურს, რომელიც დიდი ალბათობით უახლეს მომავალში პროკურატურას ასევე მიმართავს საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით და ასევე ჯერჯერობით არ ვიცით მეოთხე ბრალდებულის პოზიცია, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავია და ამ 4 ბრალდებულს შორის არის.